ფიქრების ზღვა დარდის ლოდებს მახეთქებს გამომრიყავს ისევ მიტრებს ტალღებში გაზაფხული თებლის გვირდებს აფეთქებს ალუბლებს რთავს საკორწილო კაბებში როგორ მომწონსელი წადის ოთხი დრო ყველას მისი სილამაზე ამშვენებს მე ზამთარმა ვიცი უნდა მომღიბლოს მრავალმხრივი კაცი იყო ოთარი ძალიან საინტერესო კაცი იყო და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ჩემთვის უფრო ღირებულს წარმოადგენდა ის იყო რომ ამ კაცში იყო რამდენიმე პიროვნება გაერთიანებული სახუმარო საქმე ნამდვილად არ მგონია მე რომ დაკვრის მანერა და სტილი გააკეთო აი თბილისური სულ მაგის სიმღერები ვითომ ერთმანეთს გავს არც ერთი არ გავს ერთმანეთს ყველა არის განსხვავებული ყველა არის სხვადასხვა ფერით შემოსილი და რაც დრო გადის და გადის მე მგონი უფრო და უფრო ფასდება მისი შემოქმედება გარდა ამისა ეს იყო უდიდესი იუმორის პატრონი კაცი აი ნაღდი ქალაქური იუმორის პატრონი კაცი რომ ამოიღებდა ხმას და გიტარაზე ჩამოკრავდა ესე იგი ერთი სიამოვნება იყო მის მოსმენა რანაირი მელოდიები აქვს სად მიაგრო ამას სასწაულად ღერეს თვითეულ ფრაზას უნდა დაუკვირდე თვითეულ ფრაზას მას შექმნა თავისი სტილი ეს ყველაზე საუკეთესოა არავის რო არ გავხარ მომეცა საშუალება რომ გავცნობოდი მის ლექსებს და აღმოვაჩინე რომ ეს არის უბრალოდ ლექსები ეს იყო ულამაზესი პოეზია ცოტა სვავდა მე მღეროდა კი ყველა მისის რომ ბოჰემური ცხოვრები ცხოვრობდა ბარდული ცხოვრები ცხოვრობდა იმიტომ რომ ბარდი იყო სული ეს კაცი უდარდელი ჩანდა მაგრამ ყველაფერს ძალიან განიცდიდა და ძალიან გულთან ახლოს მიქონდა და ეს ყველაფერი მაგის შემოქმედებაში ჩანდა საერთოდ იყო თავისუფალი ბუნების აი თავისუფალი რო განმარტოთ ხო თავისუფალი აღმოჩნდა რომ ქართულმა საზოგადოებამ და დრომ სულ სხვა ვერდიქტი გამოუტანა ოთარ ამიშვილის შემოქმედებას ფიქრების ზღვა დარდის ლოდებს მახეთქებს გამომრიყავს ისევ მიტრებს ტალღებში გაზაფხული თებლის გვირდებს აფეთქებს ალუბლებს რთავს საქორწილო კაბებში ჩვენი ბავშვობა იყო ძალიან ლამაზი ხშირად დავდიოდით სოფელში სადაც ბებია და ბაბუა ცხოვრობდა და ვერთობოდით მე და ჩემი ძმა ძირითადად ერთმანეთის მიმართ თამაშობდით და მე მახსოვს ბებომ მასწავლა პირველად მე დავყვრა 7 სიმიან გიტარაზე და რაღაც სიმღერა მახსოვს პირველად სასწავლებელში აი ამ სიმღერას უმღეროდი მე უკრავდი გიტარაზე გადაცემით და ის ჩემ გვერდით იჯდა და მე უბრალოდ მასწავლე რა გეხვეწები მასწავლე და მე ჭირვეული ბავშვი ფეხებს ვაბაკუნებდი და ვაბობდი რომ არავითარ შემთხვევაში არ გასწავლი მე მასწავლა და შენ რატო უნდა გასწავლო მე იმან მითხრა ერთხელ რომ აი ნახაო მე ისეთ დაკვარას ვისწავლი და შენ არ გასწავლიო მითხრა და იქედან მოყოლებული დაიწყო ლექსების წერა სულ პატარა იყო მაშინ ალბათ იქნებოდა 10 წლის 9-10 წლის დაიწყო ლექსების წერა და აიღო გიტარა ხელში დაიწყო დაკვრა არ გამოსდიოდა და თავდაპირველად ეგ უკრავდა მარცხენა ხელით ოთარი მითხრა თვითონ ოთარი იყო ცაცია ყოველ შემთხვევისათვის მე მიყურებია ბადეს თევზაობა როგორ უყვარდა ძალიან ბევრმა იცის ბადეს მარცხენა ხელით ქსოვდა და ბადეს მოქსოვა არ არის უბრალო საქმე მე როგორღაც მიეჩვია ამას და
ჩვეულებრივი და ბევრი გიტარა შეეწირა ამ დაკორას, იმიტომ რომ ვერ მიაღწევდა იმას, რასაც აკეთე არპეჯიო იყო, ის გამები იყო თუ რაღაცა, მე ადგებოდა და სვამის ბრალია ვიტყოდა და დაანარცხებდა და გატეხდა გიტარას. მე როცა ცოტა მოზილობაში პურმანელებზე მიმპატიჟეს რაღაცაო, მოკლედ ერთი ის მქონდაო ჯაფარო, ის გიტარას, რომელსაც მომიტანდნენ, ჯერ ის უნდა გადამეწყო აცხენა ხელის სიმიდან მარჯვენაზე. ეხლა რო უყვირდები, რომ ის ესე იგი მარცხენა ხელით აკეთებდა რითმს, მე შეუძლებლად მიმაჩნია. არავინ არ თქვას, რომ უნებისყოფო კაცი იყო, ამას რომ ნებისყოფა უნდა რომ ეს გააკეთო და ამას მიაღწიო, მე არ ვიცი. იმდენად დიდი იყო მაგის სურვილი, რომ გიტარას კარგად დაუფლებოდა, რომ ხანდახან დილის 6 საათზე ადგებოდა და მთელი 4-5 საათი გიტარას აშორდებოდა და ამუშავებდა პასაჟებს. ძალიან წითელ ლოყება იყო თვითონ, სუდაბრაწული ლოყები ქონდა და თმები მოკლედ შეჭრილი, ხუჭუჭა თმები ქონდა ძალიან. დარბოდა ეს ლოყა წითელაკა ბიჭი და ცეკვავდა. და მე ვიცინოდი და კისკისებდი, აი ეს იყო ჩვენი ბავშვობის მომენტები. ბავშვობა გავს ნაგადულს, სიღმაწვილე თერგს, სიბერე გაპლაგულ გულს, სტრიგონცა შვილებს. გაზაფხული გოგონას, ქალიშვილის მოას, არ დაუპერდე დონა, ზარას უნდა დრავს მოას. გაზაფხული გოგონა, ქალიშვილის მოას, არ დაუპერდე დონა, ზარას უნდა დრავს მოას. მეზობელმა გამოხატა არაყი და ამ ბავშვებმა რომ წვეთავდა ეს არაყი, სვეს ეს არაყი, ისე რომ მე მამა ახვევდა ცხელს ცივზე წრებში, რომ არ დამწვარიყო. ისეთი იყო, ღმერთო ოხშივარი აზდიოდა ყველაფერს. დაუზიანდა ხმა. დიდი ბავშვებიდან არ ქონდა, დიდი წკრიალა ხმა არასოდეს არ ქონდა. მაგრამ სვენა ქონდა ფანტასტიკური, მახსოვრობა ქონდა არანორმალური. ერთხელ ორიანი გამოყვა გეომეტრიაში, მათემატიკაში და 2 საათში 3 წიგნი ჩაამარა მამა ჩემს. 3 წიგნი ზეპირად. შენი სურათი ხელში ავიღე, ჩუმად დავიწყელოს და შენი ფასი მაშინ ავიდე მამა და კარგეროცა. ჩვენ ვაკეში ვქონდა კერძო სახლი, თავის დიდი ეზოთი. ოთარი გამოვიდოდა გარეთ და ეტყოდა დედას, რომ დედა, აი ახლავე შემოვბრუნდები, ეზოში საქმე მაქვს რაღაცა. და დედა ელოდებოდა, სახლში ველოდებოდით ჩვენ, ან უნდა გვესადილა, ან რაღაც საქმე ქონდა კიდე. გამოვიდოდა გარეთ, ოთარი არ იყო, სად იყო? მაშინ ვაკეში ბევრი სახლი არ იყო, იყო მინდვრები და ბურთს თამაშობდა გამწარებული. ესე იგი, ცელქი, ისეთი ცელქი იყო, რომ ენით აუწერე. მე ყველასე უფრო მიყვარს ჩემი დედიკო, დამცუჩიც ისე მინდა რომ ჩემთან იყო, ჩამიხუტოს ლამაზ გულში და მომეფეროს, მე კი მისთვის ყველაფერი რომ გამეგონო. მე გადმოიყვანეს თბილისში და ასე დაახლოებით მე 5-6 კლასში ხომ გადიან ბიოლოგიას თუ ზოოლოგიას და მასწავლებელი ხსნის გაკვეთილს და ეს ბაყაყი და წამოხტარა ეს. მასწავლებელი, ვაი, ბაყაყი კი არა გვაჯიჯობა. ხო და გვაჯიჯო დაარქვეს. აბარებდა მუსიკალურ ტექნიკუმში და დაუწუნეს სმენა.
გამოვიდა იქედან და დაღონებულია რომ არა სვენა არ აგაქშენო და შეხვდა მეოთხე მუსიკალური სკოლის დირექტორი ქალბატონი ქსენია ჩიქია და რა იყო ოთარო რა მოგივიდა რა ვიცი დამიწუდეს იქ ოწნევა წამოდი შენ ჩემთან უთხრა და წაიყვანა იმ მეოთხე მუსიკალური დაამთავრა მაგან ქონდა ერთი კონტრაბასი 9 წლის იყო ლექსი რო დაწერა მითხარათხარ მოწყენილი და მე ლექსებს წერდა მაგრამ მუსიკას ჯერ არ უფარდებდა და თანდათან აი ასე 13-14 წლიდან სიმღერას რო ასრულებდა სხვადასხვანაირად მღეროდა და ლექსსაც იმას მიუსადაგებდა რაც გაახსენდებოდა მითხარათხარ მოწყენილი რამზა გაღონა ვინ გატკინა ეგრე გული ჩემო გოგონა ვინ გატკინა ეგ წრემლები ვინ აგატირა ჩემო კარგო შენი წენა ვინდა 957-დან მოდის და წერს განუწყვეტლი უკვე სიმღერებს არაჩვეულებრივ სიმღერებს მე დრო და დრო სადღაც გამოდიოდა მთელი თბილისი იცნობდა იმიტომ რომ მეგობრების წრე ფართო ჰქონდა ნებისმიერი ადამიანი იყო მისი მეგობარი ასეთიც და ისეთიც და ბოლოს 80 წელში შედგა შეხვედრა ვერაზე სადაც გიზო ნიშნიანიძე მიიწვია ოთარი და გამოვიდა ოთარი გიტარით ხელში იმღერა ისეთი ამბავი მოხდა იქ რომ 20 წუთი ზუსტად 9 საათი იყო ტაშის გრიალი ყვიროდა ხალხი და ოთარი ასე უხეშად რო თქვა მოიხა იქედან და ვეღარ იპოვეს მე უნდათ რომ გამოსულიყო და ისევ ემღერა და თავიდანვე თქვა წავიდა თავის გიტარია და წავიდა ყველა შენ გეტრვის შემოთბილისო რედანა შენი ნახვა სურია ულევის ღვახარ სიყვარულისა შენში ზამთარიც გაზაფხულია შენში ზამთარიც გაზაფხულია ულევის ღვახარ სიყვარულისა შენში ზამთარიც გაზაფხულია შენში ზამთარიც გაზაფხულია ვის არ მოხიბლავს შენი მთაწმინდა ძველი თბილისი ძველი ერი თბილისელი ვარ თბილისში გავჩდი მიამახება ვარ თბილისელი ვარ თბილისში გავჩდი მიამახება ვარ ჩემო თბილისო ჩემო ლამაზო გამშვენებს თები გალაღებს მტვარი ისე მიყვარხარ ვერსად ვერ გავწნე უშენოდ გული მექნება მკვდარი უშენოდ გული მექნება მკვდარი ამან მოგცა მერე სტიმული გამოხდა ცოტა ხანი და მე უკვე თავარი რეჟისორი ვიყავი ამ საკონცერტო დარბაზის და ისე ბატონ დორიანის დახმარებით წამოვწიეთ მაშინ თემა რომ კარგით რა ერთხელ არ შეიძლება რომ ამას სოლო კონცერტი ჩაუტაროთ ამასთან ბარდი ყავს ამ დონის მუსიკოსია ავტორ-შემსრულებელია ამდენი რამე დაუწერიათ მთელი ქალაქი ქვეყანა მისი მღერებს ღერეს გავიტანეთ მე თქვენს მონამორჩის მივყავდა ეს საღამო და აი დღეს დიდი სიამოვნებით გვიდა შემოგთავაზოთ მაშინდელი ჩაფიქრებული საღამო რომელსაც ჰქვია თბილისის ქუჩებში მღერის ოთარ რამიშვილი გოლავ მერცხლები მოკარგავენ სეცას და ტყემლები დაბენდავენ გზებს
წლებს კალოზე ლეწავს და თან გვაჭარავებს ცხოვრების გზა წლებს კალოზე ლეწავს და თან გვაჭარავებს მე როდესაც მოვიგონებ წარსულს ჩემს ბავშვობას სიღმაწვილის ბრტებს ჩემი დავის დანახვაც კი არ მსურს წრემლებს გურისდან მზარეთ მაფიქრებს ჩემი დავის დანახვაც კი არ მსურს წრემლებს გურისდან მზარეთ მაფიქრებს და უფერავ შემოდგომის ქარი ფოთლები ვიდგაგვაკროლებს შორს და ცხოვრების მკაცრი კალენდარი უკითხავად ყველას გაგვაკრობს და ცხოვრების მკაცრი კალენდარი უკითხავად ყველას გაგვაკრობს კულავ მერცხლები მოგარგავენ ზეცას და ტყემლები დაბენდავენ გზებს საფლავის ლოც წვიმა გადარეცხავს წარწერას კი გახუნებს მზე საფლავის ლოც წვიმა გადარეცხავს და წარწერას გახუნებს მე მახსოვს მისი კონცერტები ეჭვებარებოდა რა სოლო კონცერტი ფილარმონიაში მივა ხალხი მივა კი არა ტევა არ იყო პირველ დღეს მეორე დღესაც და მესამე დღესაც სამი კონცერტი ზედიზე იმიტომ რომ ძალიან ალალი იყო ის თავის სიმღერაში ცხოვრობდა ის თავისი სითბოს თავისი კაცობას თავისი ადამიანობას კეთილშობილებას იგდებდა და ამიტომ ეს ხალხი არ ტყუდება. ოთარს არ უშვებდნენ შიგ, თქვენ სათვალებიანი კაცი ხართო ეს გარედან შედიოდა სადაც მსახიობები შედიან იქიდან და უკრავდო აბა უთხრა და არა არ გუჯერაო და მე მოიხსნა სათვალე და მე ვარტო უთხრა და შევიდა რა თქმა უნდა და დიდი ანშლაგით ჩაიარა ამ კონცერტმა დიდი ანშლაგით და დორიან კიტიამ უთხრა რომ ოთარო მაშინ ის იყო ფილარმონიის დირექტორი ოთარ ისა მოდიო ერთი კვირა გავაკეთოთ არატო ერთი კვირა ვერ ვიმღერებ გულით 3 დღე ვიმღერებ და მე უკვე აღარ შევიძლიაო და ამიტომ არ მინდა ერთი კვირა ალბათ ყველამ კარგად იცის რომ ოთარი მართლაც მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი ბრძანდება. მათ შორის გამორჩეულად მომადლებული აქვს იუმორის ნიჭით. სასწაულად ენამახვილი და ენაკვიმატი კაცი გახლავთ. აი ერთი კურიოზი მინდა გავიხსენო მისი ცხოვრებიდან. ეს ერთი 5-7 წლის ამბავია, როდესაც ერთ-ერთმა აი ესეთი პერესტროიკამდელმა ხელმძღვანელმა რაიონის ხელმძღვანელმა მიიწვია იგი სუფრაზე ბანკეტზე მიიწვია და ასეთივე ხელმძღვანელების გარემოცვაში მოხვდა ოთარი ცოტა უხერხულად გზობს თავს და ცოტა ხნის მერე გიტარა მოართვეს და სწორედ გვიმღერე რამეო. ოთარიმ გიტარის აწყობა დაიწყო. ამ ერთმა ხელმძღვანელმა მეორეს გადაულაბა, აუ ეს როდის აწყობს ახლა გიტარას. ოთარიმ გაიგონა და იმ წუთში უპასუხა, მე ამას 2 წუთში ავაწყობ, მაგრამ თქვენ როდის აწყობთ ამ ცხოვრებას ეგ მითხარეთო. საქართველოს ხინისა და მეგობრობის მხარეა ზოგი ღვინით, ზოგი შურის ტრფობით გადამწვრალია. ვინ გაიგებს, ვის რა გტანჯავს, არისთვის ვიფოხმები, სეცას არ ვინ გამოგვრია. ერთ დროს ყველა მოგუდებით, კაც თუ გულით მოეფერე, რაღაცა ეგონება, წინ ყოველთვის კუბო მოაქვთ, უკან რჩება ხონება. და ამიტომ ცხოვრება გავს თვალის დახამხამებას გაუფრთხილდეთ ერთმანეთს და გაუმარჯოს გაგებას კარგ სუფრას და როცა ვილხენთ ერთმანეთს ვეფერებით
სასმის შევსვავ წასულების გვაგონდება ძველებით სუფრის წევრს თუ მოეწონე ქვეყანა შეგვირდება დანაპირი მეორე დღეს თვითონ გაუგვირდება საქართველო ხილისა და მეგობრობის მხარეა ზოგი ღვინით ზოგი შურის ტრბობით გადამთვალია საქართველო ხილისა და მეგობრობის მხარეა ზოგი ღვინით ზოგი შურის ტრბობით გადამთვალია ინდა ერთი კიდე პატარა ეპიზოდი გავიხსენო ეს ის პერიოდია როდესაც მიშიკოს და ლევანი ძალიან პატარები არიან ეს ლაპარაკი აქვს დაწყებული და ერთ დილას ოთარი იპარება სახლიდან დასვლა უნდა ხალბატონი გულდაზე არ უშვებს ბავშვები ჭიჭყინობენ უთხარ კაცო რა გახდაო ერთხელ მაინც შეიცადე ან ზღაპარი მოუღები ან გაართე იმოუღები არ მოუღები ბოლოს დაითანხმეს და დაიწყო ოთარი ზღაპრის მოყოლა ერთ დიდ უღრან და დაბურულ ტყეშიო და გაისუსეს ბავშვი დიდი მუხის კასრიდებს სავსე ცივი ჩეხური ლუდით შემა არ გვინდა ლუდი არ გვინდა ლუდი ცუთ გაჩო თქვენ არ გინდა მე მინდა პახმელიაზე ვარ ham karian gameshi nedau sular gameshi ვიცი დამჟის განცდები ამ თვალებს რომ გასცდები საიცახვალ ნეტავ შენ არას ეთქვი დედა შენ დედა არ გაგრიღებსო თუ კი ეთქვი მიყვარსო მოხვებოდა შეუჭირდა თვალე ემჩენეოდა დაღლა სხივით მოელვარ მივესალ მევკითხე რა თხარასე მწყრალი მომაჩენ დავით თყვე შulis ნოგრევით პატარა გოგო მიყვარდა უფლის ჩიტივით პატარა ანგელოზივით კეთილი თისხაროსავით დანკარა ანგელოზივით კეთილი თისხაროსავით დანკარა მარტის თვია შენი შენს ხასიათს შვენი აპრილის სულა გაჭრელებს ფერები შენ უკრი ხარ შულისა ეგ ნუკრობა შვენის გაცხედნია მაინც მე ფერები შენ უკრი ხარ შულისა ეგ ნუკრობა შვენის გაცხედნია მაინც მე ფერები გახსოვდეთ კალიმო Galia, siguaruli da alersi umda gachsaudet Kalibaitz Galia, siguaruli da alersi umda Eris Cisperi trio Respublikis დამსახურებული არტისტების თამაზ სეპერთელაძის, მალხაზ თავარტკილაძის და დათო აბესაძის შემადგენლობით რამდენიმე თვე უსმენდი ამ სიმღერებს. არც მიცდია, არც ხმებში გაშლა, არა, ვერც წარმოვიდგენდი თუ შეიძლებოდა, იმიტომ რომ რაღაც ისეთი იყო, რომ ეს მისი უნდა ყოფილიყო, მას უნდა ემღერა მხოლოდ ეს სოლო სიმღერები. გავიდა დრო და წამოვიდა თვითონ თავით აი ყურში მესმოდა უკვე ოთარის სიმღერები მრავალხმიან ჟღერადობაში, პოლიფონიაში.
ძვიმის ხმა და შენზე ფიქრი თითქოსი და მეღრუბელი გულზე მაცრი დღეს ჩვენ შორის ყველაფერი დარჩა შორი და სიმერე შენ სიყვარულს აღარ მაწვის სანადრელო თუ წრემლია მოგიშრა გახსოვს შენი ნახვარარი მიხაროდა მოვდიოდი გრიგალ მარ გამომიშა ვერ მოვედი ვერ მიპოვე შენიოდა გაზამხული ჩემთვის გაქრა გაინია პირველი ჩვენი სიმღერა იყო ფოთოლი ტირის, რომელიც ჩვენ ვიმღერეთ გავშალეთ სამხმაში და ეს იყო ის სიმღერა, რომლითაც ცნობილი გახდა ოთარი როგორც კომპოზიტორი. ოთარის სიმღერებს რო ვისმენდით ჩემი მეგობრები და მე რა თქმა უნდა მოგწონდა რომელი რაღაც ესეთი იყო. აი მალხაზი თქვა რომ აი ეს სიმღერა ჩვენებურად უნდა გავაკეთოთ. რომელი? ფოთოლი ტირის. ფოთოლი ტირის ძვიმის ნაცემი კარი გაბლაბეს და ფექვეშ გიგეს გაყვითლებულა ჩამოდის ზემლი თითქოს შემსევდას ფოთოლი ციგეს გაყვითლებულა ჩამოდის ზემლი თითქოს შემსევდას რადმოისმინე ჩემო მერცხალო ალბათ შეგეცივდა და დაიღო პირველები ვიყავით ჩვენც ისფერი ტრიო, რომელმაც გამოვამზეურეთ ოთარის შემოქმედება სცენაზე და ტელევიზიით გამოვიტანეთ. მე იმათრებას ვერ მივიწყე იმაგაფრენილ წამოთა როცა წაში მიუწდომლის სიახლოვემ წამადა ახლავად გავარშავოს გულთა დაღებულ ხრამთა ღამთა სახარსა ოცნებო გაფრე ერთი ქუჩის ერთ კუთხეში ერთხელ ერთმა ქალმა როგორ ეს ჩანახატია დიდი ტილო კი არ არის ჩანახატია მაგრამ ისეთი ლამაზია რომ არ შეიძლება რომ ყველას თავზე არ იყოს ეგ გადამკვდა ერთი ქუჩის ერთ კუთხეში ერთხელ ერთმა ქალმა მადლიანად შემომხედა გამი
იმის დანაღიმის ფერი არა მინახავ ხოლმე იმ ქუჩაზე იმის მერე არა ყოფილა რა უსმენ ახლა სიმღერას აი მელოდიური ხაზი ერთია და მელოდია ერთია კომპოზიცია ხო რა თვითონ დატვირთვაც როგორი აქვს ოთარის ლექს ხო ვითომ შეიძლება ხუმრობაში გაიყვანოს რა რაღაცა სიმღერაში მაგრამ ისეთ რამეს გეუბნება ამ თავისი ლექსით უნდა დაუფიქრდე და ძალიან კარგია რა ფიქრი მაინც ფიქრია ფიქრს წუხილში არ თვლიან ფიქრი თოვლის ფიფქია ფიქრს თითებზე ითვლიან ფიქრი აგახმიანებს ფიქრი გაეჭვიანებს ფიქრი დაგაგვიანებს ფიქრი დაგაზიანებს ფიქრმა იცის მიჩვევა ფიქრმა იცის გადაღლა ფიქრი ფიქრით ირჩევა ხან უკუღმა ხან წაღმა დროღველა ბრის ამშლელი ალბათ შენს გაკურნავზე და დაგაგრება საშური ჩემო გადარებელო ბავშვობიდან მივარდი როცა მშობლებს ობეჭი დებიას დარდი მოდის ოხუნჯობის ლურჯი აპრილი ხანთვალებს ნაბავს და ხანკი ტირის როგორც კინოში ჩარლი ჩაპლინი გაზაფხულს ხვდები ჩვენი ურთიერთობა იყო ერთი ლამაზი ოჯახის ურთიერთობა მუსიკალური ოჯახის ურთიერთობა რომელიც დაიწყო და გრძელდება კიდევ და ალბათ სანამ ჩვენ ცოცხლები ვართ არ დასრულდება არასოდეს გაიხოლეს გებებმა სიკათ კათედრების შორეულ წასებება ლამბი ორქიდების შორეულ წასებება ლამბი ბევრი არ მღეროდა ახლა ოთარის სიმღერებს, სიმღეროდა ცისფერმა ტრიო მიმღერა და მე ჩვენ ვიმღერეთ ოთარის სიმღერები. ხო და ჩვენ ყველაზე მეტი ვიმღერეთ. ძუხელთო და ნედავ ჩემთან რა დარგაჩნდი გენახე და ძილში თბილად დაგეხურე მიავდექი პირველ თოვლზე განთიადში დავეძებდი შენს პატარა ნაფეხურებს მიავდექი პირველ თოვლზე განთიადში დავეძებდი შენს პატარა ნაფეხურებს დაეყარა საქმებზე და ვერის გზაზე
ჩარგულო ყვილო ყავიშველში იმერეთში დღემლის ხეზე გაზაფხული გასეთე ჩარგულო ყვილო ყავიშველში იმერეთში დღემლის ხეზე გაზაფხული გაზაფხული საღამო ამშვიდი ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიდი ჩვენ რომ მივედით პირველად და რომ ვთხოვეთ სიმღერა, უნდა გამოგვატანოთ კასეტა. კასეტაზე ჩაწერილი ბევრი სიმღერა და მამა თუ რამეში გამოგადგებათ თქვენიაო თქვა და ნუ ეხლა ზუსტად ისე არ შეიძლებოდა იმ სიმღერების სიმღერა და რაღაცები შევცვალეთ. და რო ავედი და რომ მოისმინა. ბიჭო რა კარგი დამიწერიაო თქვა. თუთისესთანაშე გამშნიე აივნიდა ვერწოდებოდი მოგრებას გილამობდი სახში მივაკითხეთ და უთხარით რომ ბატონო თარბო აი სიმღერა გავაკეთეთ და მოვასმენილეთ. მაშინ უკვე ცუდად იყო და ეს ადამიანი იმდენად სულიერად თბილიც იყო რომ მოისმინა ეს სიმღერა ცრემლები წამოუვიდა. მე დღეს ვიმამ დამაყონა დამხადევნა სევდის ტალღე შენი თავი მომაკონა თოლიების გულს რომ გახე შენი თავი მომაკონა თოლიების გულს რომ გახე ვიხსენებდა ვითვლიწვეთებს უსასრულო ნაბრესიდა შენზე ფიქრი არ მასვენებს ამჯერ ზურგში ფებს რომ შლიდა შენზე ფიქრი არ მასვენებს ამჯერ ზურგში ფებს რომ შლიდა ესეთი მემკვიდრეობა დატოვა ოთარამიშვილმა, რომ ყველას ჟანრში შეიძლება დაიმკვიდროს ადგილი. საოცრად გაჟღერდება სიმფონიური ორკესტრის მიერ, არაჩვეულებრივად ჟღერს გუნდში და მე ზუსტად ამას ვცდილობ, რომ როგორც გუნდის სპეციალისტი და დირიჟორი, სწორედ აი ესეთი ვერსიები შევთავაზო მსმენელს და ეს არის ახალი ფერი. Quilavillemis
შენ მიდგას შენი თვალები მწველი ალერსის გურელი ჩემოცნება ნუ მე მალები მე შენ დაგეძე მე შენ გიმღერი ჩემოცნება ნუ მე მალები მე შენ დაგეძე მე შენ გიმღერი აი ოთარის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სწორედ მასში რატომ არის ჩემთვის იგი მნიშვნელოვანი როგორც ქართველი ბარდი. არის სრული პარიტეტი პოეტურ ტექსტ სიტყვასა და მუსიკალურ ჰანგს შორის. თანაბრად ღირებულია ისინი მხატვრული თვალსაზრისით, ამ დროს სათქმელი თავის ადგილას არის სიმწვავე, ხშირ შემთხვევაში სოციალური ხასიათის. ეს შესრულება ისმალია იმდენად ორიგინალურია, იმდენად ექსპრესიულია, ის მოიცავს მთელი გიტარის როგორც დეკას, როგორც სიმებს, როგორც რიტმიკას ქართულს, როგორც კლასიკურ აკორდიკას, აი ყველაფერი შედის მასში. დღეს ეს ჟანრი იმდენად პოპულარულია, რომ მოსამასალებელთან მიყავთ ბავშვი, რა გინდა რომ ისწავლო ეკითხებიან, აი როთარ რამიშვილი როგორ და ესეთი დაკვრა მინდა ვისწავლო, იმდენად პოპულარულია. ყველა სიმღერა არის გამართული, ულამაზესი მელოდიები აქვს, აი დასამახსოვრებელი, რაც ძალიან რთულია დღესდღეობით რომ გააკეთო. ეხლა ხალხისთვის პოპულარული რაც არის, ის სიმღერები ისეთია ცოტა, არის იუმორით სავსე, არის პაროდიები, ხო? სიდედრი, ეს თქვათ. ნუ ფუტკარი გასაგებია, ბულბული ეს ყველაზე ცნობილებია. მაგას ნელი რომანსები აქვს, ისეთი ჯერ ლექსი როგორია და მე თვითონ მელოდია, რომ საოცარი სევდით არის გაჟღენთილი. მე ძლიერ მიყვარს ის პერტოვლი ქალწულები ვითხიდი დამფენა წუხარე გერცნობა ცივისოვლის და სიყვარულის ასე მოტოვენა ყველღამით ამოვივლი მე შენს ქუჩას ყველღამით ვიცხოვრება რა მოგლია ბოლოუჩას შინო ბრუნდები შენზე ფიქრში დილამდე გოცნით ამოგიშრო მაგაცრემლიან თვალებს ჩაგიხუტება მკერდში დაგიმშვიდებ გულს პირველ სიყვარულზე უმღერი ამთვარეს იმ სიმღერის ავლა შენთან ერთად მსურს ატოტილი ირიბი რატომ ტირის ტირიბი მთელი წადია გაღმაგასულა სადი ხისტოტებზე პეღურების ხედანო და მათ შორის ერთ პეღურას ხედაო ურანაზად იბურჯგნება მიდამო შენ სიყვარულს აფლავამდე ზუსიდაო ურანაზად იბურჯგნება მიდამო შენ სიყვარულს საფლავამდე ზუსიდაო შორს ახარ ახლა ჩემგან სურშენი ჩახუტება
ნითავი ამაჩემდა თვალი არ მეხუცება მოდი მოდი გიშლი ხელებს სული სევდით ამებსო ონეტავრა გათენებს ამწუხარე ხამესო მუსიკა ბოლომდე არ არის ამოცნობილი და ახსნილი და გაშლილი. ეს ამას აქვს ისეთი მუსიკები გაკეთებული, სადაც შეიძლება სიმფონიურმა ორკესტრმა დაუკრას და საერთოდ სხვა მუსიკა და სხვა ფილოსოფია გადმოქცეს. ამას შეიძლება გახსნა კვარტეტით, კვინტეტით და სხვა მელოდიები წარმოისახოს. ერთიანობაში გონდა გააზრებული, ასე ვთქვათ, ვოკალური პარტია და ინსტრუმენტული. და ეს ინსტრუმენტული გააზრება იმ ვერტიკალურ წყობაში, აკორდულ წყობაში საოცრად აჟღერდა სამხმიან ფაქტურაში ცისფერი ტრიოს შესრულებაში. შემდგომ 4 ხმაშიც შესანიშნავად გადავიდა, როდესაც ანსამბლ თბილისმა შეასრულა მისი ერთი სიმღერა. გამედავე ხედები, ობეყორეთ ველები, მელადრება გედები და ტრებები. Kede gargi vinamka, ulage kamshveni erosva. Kalo kalo tulo, kulada tulo. Meshinia gaprine keme gamosulo. ალბათ ჯერ კიდევ არ იციან ჩვენმა საზოგადოებამ, უფრო ალბათ რაღაცას ახალგაზრდებმა იციან სიდედრი, არაყი, ყველაფერზე წერდა. ადამიანი ყველაფერზე, აი მუზა რომ მოვიდოთ, ალბათ ნებისმიერ რამეს დაწყებული ფინკალი და კაფაბი, არაყი და ღვინო, ყველაფერზე წერდა, მაგრამ მისი ასეთი სერიოზული, რაც აქვს მართლა შექმნილი ისეთი სიმღერები, რომლებსაც მე დავაყენებდი ჩვეულებრივად იმ დიდ კომპოზიტორების გვერდზე, რომლებიც ყავს ჩვენის კლასიკოსი კომპოზიტორები, რევაზ ლავიძე, ცაბაძე და ესე შემდეგ. აი ესეთივე იმათთან ღირსეული ადგილი უკავია ოთარის. გაზაფხული საღამო ამშვიდი ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი სული საზღვარს გადაცდება ფრენი ახლაც მახსოვს მისამართი შენი სული საზღვარს გადაცდება ფრენი ახლაც მახსოვს მისამართი შენი სამგაცუდება ღამები სიგრძე რაღაც დიდი სიხარული ვიგრძე წინ მეშლება სხვა ოცნების არე მიწისქერი დაიღალა მათვარე წინ მეშლება სხვა ოცნების არე მიწისქერი დაიღალა მათვარე იმდენად მნიშვნელოვანი, იმდენად კოლორიტული იყო მისი სიმღერები, საკუთარი ლექსები შექმნილი, მე აღარ ჩამოვთვლი კონკრეტულად ვისზე და როგორ, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანი იყო და ხმაც ისეთი განსაკუთრებული ჰქონდა მას ქართველი ვისოცკი დაარქვეს. და ამ სახელით კარგ ხანს ფიგურირებდა, მაგრამ მე ჩვენ ქართველებმა ვთქვით, კაცო, ეს იმდენად კოლორიტულია, რატომ ვისოცკის გავდეს, ეს ნამდვილი ქართული ოთარ რამიშვილია, რომელიც ძალიან პოპულარულია და არაჩვეულებრივად უყვარდა ხალხს. სულგი მღერი, სული ცილი, სულგეტრბი ჩემი გული ზუანე გარამოგოსანო მე თუ შენი სიყვარული ცილად მღოდა რადმე მდური ბადარანა ტურისტოალო მისი სიმღერებით უხსნიდა ხალხი ერთმანეთს სიყვარულს. უხსნიდა სიყვარულს საკუთარ სამშობლოს, თბილის.
რამდენი ადამიანი ყავს ალბათ გადარჩენილი და მორჩენილი თავისი ხელოვნებით. მაგის დამსახურებაა რომ მე მუსიკოსი გავხდი ფაქტიურად. და შემდგომ უკვე რაღაცა მე 10-12 წლის ვიყავი რომ ხა 100 წლებში ვსწავლობდი ნიჭერთა 100 წლებში და მე კონსერვატორიაში ჩავაბარე კლასიკაზე, მაგრამ შემეყვარდა ჯაზი, აღმოაჩინე უცებ რომ ჯაზი არის ჩემი მუსიკა. მისი მუსიკა საუკუნეების მანძილზე იცხოვრებს და იარსებებს და ყოველთვის ახლებურად მივიღებთ მას. გააკეთებენ, გადააკეთებენ და სხვანაირად შემოგთავაზებენ. მისი მუსიკა შეიძლება იყოს ჯაზიც, შეიძლება იყოს თვითონ ქალაქური мотивация, ეს არის ისედაც. შეიძლება იყოს ბლუზი. Mami kochra tirals otsneva mitskoprena damtovats qaros piras მას შეეძლო დაეწერა სიმღერა ფეხსაცმელზე. ფეხსაცმელი გამიჩნდა ვიტოშების სიცივით ძირს მიწამიხიცინებს დავდივარ და ვიცინი ხეტიალით მოგანცულს და მისველ და წინდები ბანდელებით მოგარგულს მე შენს ქუჩას მიყვები გამლეს უგვერს მარტოდ მგზავრს რაჯანდება მაცინებს რაიცის რომ მე შენ გზას შენ სახლამდე ვაცილებ ფეხსაცმელი გამიჩნდა ვიტოშების სიცივით შენ კიდვილად ჩაცმული ჩამივლიდა იცინი ფეხსაცმელი გამიჩნდა ვიღინების სიცივით შენ კიდვილად ჩაცმული ჩამივლიდა იცინი სხვა შორის ბევრ შარშსაც მუსიკაზე მივყენებდა მუსიკას და ერთი ამბავი იყო როცა ეს ამ ნაწარმოებებს ასრულებდა თურმე ვაკეში ამოსკა დაღავა ავსეს ხალხმა ფოცა ტიკები ღვინის ლოდებმა დაიწყეს დავა ხავას გაუჩდნენ პაგლონიკე საბურტალოზე კარმა დაბერა ტვერით ამისო თავი ეხი დავედი მერვე სართულზე მაგრამ წასულა წყალი ყველა უბანს თბილისში თავის წესი აქვს ხშირად მასაც მოიმგი რაც გიტესია უთენია მანქანები ნაგვიზარებით გრიალებენ ქუჩებში
შესაზარები დავიბიცებ რომ სიგარეტს აღარ მოვწევ ხვალიდან ვიწყებ ვარჯი შინდაგარე გათენების სამიდან ძირს დავაგდებ სავსე კოლოფს ფეხით მოვსწრეს მიწაზე დავისვენება ამ თვის ბოლოს ბიჭვინთა ჟირიცაზე გავარია კონდეს პული რომ არ იყოდათ შეგრული თავარია კონდეს პული რომ არ იყოდათ შეგრული დილით ხაჭო არაჟანი ხამიჩი გამაწონი ბანკში ფული გალავში ჯანი დაუნგრული საწოლი ცივილუდი არაღით ხინკალი და კაბაბი აი სწორედ ეს გახლავთ დღეს და დრობის საბაბი გამხმარ თევზ რომ შეიძენ მოუხდება არაღი ცივილუდი და ზეხვი დაიდედა გაწეხი ერდინატურა მარადიური ბახმელიაზე შამბანი ვინო ეს ბახუსი სიქეს სამურნალო ეკიმე მამიტრეს ვინო ეს ბახუსი სამურნალო ეკიმე მამიტრეს ხეხნად კაცი იბადება მე და ეს დიდი ადამიანი ერთმანეთს ვიცნობდით და გქონდა ურთიერთობა. ერთად ვიმგზავრეთ თბილისიდან ბათუმში რაღაც ჩაწერა გქონდა და უკან ისეთი სასაცილო ისტორიები გადაგვხდა ერთმანეთთან, რომ ცხოვრებაში არ დამავიწყდება. გქონდა რაღაცა უცნაური გამოგონება, თვითონ გააკეთა ესეთი ფორმის რაღაცა, რომელსაც სტურუნები ჰქონდა, გაბმული და მთელი გზა ვარჯიშობდა. აი, აქრად დავხატე. აი ესეთ რაღაცებს აკეთებ. მიდიოდი გზად სამტრედიეს შევიარეთ, მეუღლე სამტრედიელი ყავს და იქაც ხო თავისებური იუმორი ჩაატარა. ისეთ რაღაც მორიდებული უყურებდი, ისეთ რაღაცებს აკეთებდა, ისეთ უცნაურობებს აკეთებდა, რომ აი ესე უყურებდი ყბადაღებული და მივხვდი, რომ ესეთი იუმორის ადამიანი არის საათლით საძებარი, საოცარი ადამიანი იყო რა. მიდღარად ხარ მოძღენილი, რამდე გახუნა ჩემო გარყო შენი ზღერა ვინდა პირა შენი გავიჩი დუნია მე ვერ ვიზრდო ცოტა ისეთი იუმორიც ჰქონდა, ეხლა შეიძლება ვერ მოვყვე ყველაფერი, მაგრამ რაღაცა პატარა რაღაც რო არ გავიხსენო, მაინც არ გამომივა. სახლში მივიდივარ ბატონ თარისთან და წევს თავისთვის და ქალბატონმა გულნაზის ვეკითხები, სად არის მიხაილოვიჩი? მიწაში ეძახდა დაბლა იყო სარდაბი და უყვარდა თევზაობა და ესეთი რაღაცები ბატონო თარის ჩავიდოდი და აპოვედი ძევით. მამა, გაედამი უნდა გაჩვენო რა, მოდი რა. დამის ხა ბუნებრივი არაყი, ამის გარეშე არ არის, მე ჯიბიდან ძეხვი დავაძრე. ეხლა იმ სიტყვებით უნდა ვილაპარაკო, რომ მიუახლოვდე მაინც ბატონოთ არის აი იმ პატარა თბილისურ ჟარგონულ და რაღაც კაცურ გამონათქვამებს და ბლოკნოტი დავინახე, უბრალოდ გადავათვალიერე ეს ბლოკნოტი, და ბავშვების სახელები აქვს ჩამოწერილი. ეს ამიშვილი სახელით, გვარით, პლუსები აქვს, ზოგს მინუსი აქვს და ბოლოს ჩემი ყურადღება მიიპყრო 10 ქუმ ესეთი რაღაცა და ვიფიქრე შეიძლება ვიღაცა არის ან რაღაც ზედმეტ სახელია და რაღაცა მიხაილოვიჩი ვეუბნები ცოტა შევზარხოშთით რა უკვე კაი ხასიათზე ვარ და 10 ქუმ რა არის მეთქი რა იქნებ ისეთი სიტყვა მე რო არ ვიცი და მიხაილოვიჩი გამიგებს მეთქი და შენ როგორ წაიკითხე მამა ეგ ასე თუ ისე როგორ ასე თუ ისე უგუღმა წაიკითხე არა ასე წაღმა წაიკითხეო და თურმე ყოფილა მუქდა ანუ იმდენი მოსავლები ყავს და გულიანი იყო ძალიან და შეეცოდა ან ახლობლიშვილი იყო ხლა არ ჩავძიები ვარ და რომ მონიშნული ყოლო და მინდზე გადავდა
ერთხელ ავედი მათთან კავსაძეზე სახლში შევედი სამზარეულოში გამოვაღე მაცივარი არავინ არ იყო ვერ დავინახე ბიჭები რამოდენიმე ოთახი იყო და გამოვაღე მაცივარი და წყალი ავიღე და ამ დროს შემოვიდა გულნაზი მაცივარში სამზარეულოში და მეუბნება ხო არ ქშიაო მანდო კიდე რაღაცებიაო საჭმელიო და არა მეუთხარი წყალს დავლევ მეთქი ეს არის ცხელა და ოთარი სად არის მეთქი და გაბრაზებულია რა მიწაში მითხრა ნუ მიწაში ესე იგი სარდაფშია სარდაფი ქონდა მოწყობილი თავის სახელოსნოთ რა და ხო კარგი მეთქი ჩავალ და რო შევხედე ისე უხეშად მითხრა რომ მიწაში და მოიცა გუგუ მეუთხარი რამე კიდე ხო არ გაწყინა მაიმუნმა მეთქი ამ ბიჭმა მეთქი და დამანებე თავისას არა მაქვს მე მაგის ნერვები არა მაქვს მაგის ნერვები და ესე აგრესიულად და მე ჩავაციდი რომ რა მოხდა მეთქი მაინც რაშია საქმე აი რაღაცა ესე აგრესიული რო ხარ მეთქი ესე იგი რაღაცა ძალიან გააფუჭა რამე დაამტრია სადმე წავიდა თრალი მოვიდა ალიკია მახარაძის კუბორო დავდგი მე რა ალიკია მახარაძე ვინ ალიკია მახარაძე და დამანებე თავი არ მაქვს ეხლა ამის მოყოლის ნერვები და ნუ კარგი ამ დროს გამოვედი და ჩავედი სარდაფში. ჩავედი სარდაფში. ხედავთ არის ქსოვს ბატესს. მოხვედი რაღაცას ლაპარაკობ და რა უკვე პირდაპირ შეტევაზე გადავედი, ახლა რა საქმეზეც მივედი, აზრი არ ქონდა იმაზე ლაპარაკ. მე ვთხარი, კარგი რა, მიხაილოვიჩ, ამ ხელა კაცი ხარ, მიხაილოვიჩით მიუმართავდი ხოლმე. ამ ხელა კაცი ხარ. როდემდე უნდა უშალო ნერვები ამ ქალს, რას გიშავებს, რა გიდა, კარგს გასმევს, კარგს გასმევს. შენთვის ზედამთვარე შენზე ამოდის, ყველაფერს გიკეთებს და რა გინდა, რატო უშლი მეთქი ნერვებში. მე რას უშლი ნერვებს, ალიკია მახარაძის დედა რომ. ვინ არის მეთქი ეს ალიკია მახარაძე? გულნაძმაც ალიკია მახარაძეს მიაწყევლა მეთქი. ჩვენი მაჯანგალი იყო 30 წლის მე მაგის. დილით ადგა ადრე და გუგუს უთხრა რომ ეხლა მეო წავალო და რძეს მაწოს და რაღაცეებს მოვიტანო. სახლის ჩუსტები აცვია, სახლში გამოწყობილი ისე როგორც უნდა სპორტული რაღაცეები და არ მოვიდა. არ მოვიდა გადავირიეთ აქეთ და საღამოს რეკავს რომ ლენინგრადში ვარო, სუხიშვილებს გავყევიო. აი ასეთი რამეების გაკეთება შეეძლო. ერთხელ ირეკავს. სადახარ მეთქი აქვე ვარ, ქალაქში მტრიალები. ოდი დროზე. ეგრევე გავშტირე ერთად წუთში მივედი ეზოშის. ჩაჟდა სად მივდივარ? წადი გულნაზი მარიცის. საით წავედი? წადი შენსკენ წადი, სად ჩემსკენ წავედი? რუსთავისკენ მეუნა, რუსთავისკენ წადი, ადგილი არის სად მივდივარ რა იმის დასახელად. მეთქი აგერ გიორგი მელოდება რა მეთქი გურგულია რა და ჩემი ძმა კაცი შვილია წავიყვანოთ ჩავაჯერეთ გზაში გეტყვი რა სად მივდივარ მეუბნა თან მეუბნა გულნაზი მარის გამოპარულია რა პროსტებით არის უკვე ავადიყო რა აღარ არის ესეთი მასალა რა თორმე მედის ფონიჭალაში გზასაკეთებდნენ მაშინ თუ რაღაც ეგეთი ამბავი იყო ბუტკა იდგა რა ესეთი იმის სასადილო რო არის მუშების რა ეგ ვიღაც ქალი მუშაობს ამის ველი ნაცნობი და იმ ქალს ლექსი დაუწერეო, ხო და პორმარელი უნდა გაშალოსო რა. უყვარდა. სასმელიც უყვარდა, კეიფიც უყვარდა და ქალებიც უყვარდა. თვითონაც ამბობდა რა. მე მაგალითად ქალს არაყი მირჩენია. რატო მიხაილოვიჩ მეთქი? ბიჭო, ქალი ხან 15-20 წუთი და არახს დაგრავდა 6 საათი პრიხოდი აქო რა. შენ სიყვარული როგორ აგიხსნა ვერ ამიხსნია მე თვითონ ვინ ვარ ცადის ხვანახე იცი რა გითხრა დრო არ მაგვინი სარდაფში ვზივარ ცადის ხვანახე იცი რა გითხრა დრო არ მაგვინი
სარდაფში ვზივარ ყოველ ნახვაზე რაღაც ახალ ისტორიას ყვებოდა, ახალ ანეკდოტს, ახალ რაღაცას გეტყოდა იმნაირს ან მის ცხოვრებაში არსებულ ისტორიას, რომელიც იყო იმ კოლორიტულ ადამიანებთან დაკავშირებული, ვისთან ერთადაც მან რაღაც წლები გაიარა. რიანდაგების ხმაურს გულითან ხავებათან მივდივარ შორშენგან რიანდაგების ხმაურს გულითან ხავებათან მივდივარ შორშენგან ჩემი პირველი არაფორმალური შეხება ოთარამიშვილთან იყო შვაღამეზე მამაჩემის ძველ შესტოისში ჩამონტაჟებულ მაგნიტოფონში. გაჟღერდა რაღაც ხრიალა ხმა და საოცარი სიმების მოდაცვლეობა. აი ვერ წარმომედგინა ერთი ხელი აკეთებდა ამას ყველაფერს თუ რამოდენიმე ადამიანი უკრავდა. და მთელი ღამე გავატარე მამაჩემთან მანქანაში დაუსვი აკუმულატორი. და ჩუმად ქონდა ყველას ოთარამიშვილის კასეტები ჩუმად უსმენდნენ. იყო ეს პერიოდი. შემდეგ ფორმალური შეხვედრა მოხდა მასთან, უკვე ფასიანი შეხვედრა, 7:50 დაბიჯდა. ფირფიტა ვიყიდე, უკვე ოფიციალურად გამოსული. რომელზეც ეხატა უკვე ეს ადამიანი. თავიდან უყურე, უსმენ და არიცი როგორია პიროვნება. რას აკეთებს? გესმის ხმა, ჩახლეჭილი და გესმის გიტარის საოცარი შესრულება. გიტარა მე თვითონ ახალი დაწყებული მქონდა, რაღაც 3-4 აკორდს ვამბობდი თავს. ნუ ფირფიტა რო შევიძინე, გავაფანატე ოთარიზე, რასაც ქვია. გადავერთე ლამის გავხდი ოთაროლოგი. ეს რამდენი მიმდევარი ყავს. მე თვითონაც რაღა დაგიმალოთ და მოსავლები რომ მოდიან უმეტესად ოთარის სიმღერებს და აი ამ ოთარის კვაჭიჭოს ჩახუჭუჭებებს ვასწავლი და ისე მოწოდ გიждდებიან. ნუ თავობა წამოვიდა, მაინც ბევრმა არ იცის ოთარი და ვიწყებ ოთარის პროპაგანდას. და ასე ქართული გიტარა ოთარით უნდა დაიწყო. ყოველთვის მიკვირდა როგორ შეიძლება ადამიანმა რომელმაც დაწერა ალიონზე მოღრუბლო სასრო მაღლა ხედა იტყვი ვახრადილა რა არყის ბრად გათენდა არყის ბრადი ჟრაჟადაცაც არყის ფერია იავანანა სოლოთები სულარაძე ამის შემდეგ დაწერო კვლავ მერცხლები მოხარგავენ ზეცას და ყემლები დაბენდავენ გზებს პირველად რომ მოვისმინე ხორუმი მისი დაკრული რაღაც უცნაური ხმები გაეძრა უცებ. მერკი ეს გიტარა არ არის რა, ამობრუნებულ ტაშზე უკრავს თუ რაზე უკრავს. თურმე რას აკეთებს, რა მოუგონებია. გადახლართა სიმები და გიტარის ღალატი არ არსებობდა. არ არსებობდა გიტარის ღალატი, ესე იგი გიტარას უკრავდა დღე და ღამე. უკრავდა როგორი სიამოვნებით, იცით? აი არ ვიცი, აი არაჩვეულებრივად მონდომებული, თან როგორი სახე ქონდა იმ დროს უნდა შეგეხედათ მისთვის, როცა ის გიტარას უკრავდა. ეს იყო მთლიანად გამოთიშული ყველაფრისგან და იყო მხოლოდ ის და გიტარა. შეიძლება არის ის ბევრ მას რომ ოთარი, ბატონი ოთარი არის იყო კლასიკოსი გიტარისტი, შესანიშნავი კლასიკოსი გიტარისტი. თუ ჩემი ლექსი ნაღმად აფეთქდა და გადარუჯა ირგვლივ ყოველი ჩემი ლექსები ხალხში ამღერდა მე მეტ დიდ სახელს აღარ მოველი და მეფინება თმებზე ფიფქები ქარი დამამტრევს ფრთებს აღმან აფრენს გავადრო ქვეყნად აღარ ვიქნები და სიმღერები გაშლიან აფრებს
ჩემი სიმღერა არის სხვაზე გული უმღერის გულს თვალი უყურებს თვალ იქნება რაიმეს ამ გამიმებულ ხარ იქნება რაიმეს ამ გამიმებულ ხარ ზეპერება სხვას ქალი შეცქერის სას ზოებერება იქნება რაიმეს სხვას ზოებერება უყვარდა ანკესით თევზაობა და ბადეებს ქსოვდა. ბადით არ თევზაობდა. გაზაფხულდა გამოცოცხლდა. და სულ მაინტერესებდა ეს ბადეებს რო ქსოვდა. აი და როგორც ჩანს, აი როგორც რაღაცა ადამიანებს რო აქვთ ქსოვის ან კრიალოსანის რეალი ეს რაღაც ნერვებს აწყნარებდა, რაღაც საუკეთესო ბადის ქსოველი იყო, რომელიც ძალიან ისეთ ხელოვნებას უთხოვდა ხოლმე და სარდაფი ჰქონდა, სადაც მაგას აკეთებდა და რას უშვები მეთქი და ჩუქნიო მეგობრებს მეუბნება რომ უთხარი რომ აი კოსტბაზე რას აკეთებ მეთქი ეს თევზს შენ არ ჭამ, თევზი არ გიყვარს და ამ სათევზაოდ რას დადიხარ ყოველდღიურად უთანია და მეუბნებოდა ხოლმე ბიჭო, სოსო იცი რა არისო, შენ არ იცი ხა თევზაობა არ კარგიაო რომ ადიხარო იქო, სიწყნარეაო, გადააგდებ ანკესო, ამ დროს სანამ ელოდებიო ის თევზიო, როდის ჩამოკრავსო, ფიქრობო იქ, ლექსიც მოდისო, ოჯახზე ფიქრობ, მომავალზე ფიქრობ, რაღაც წარსულზე ფიქრობ, მეგობრებზე აქო ქალაქის აურზაურში მაგის საშუალება ხო არ აგაქვსო ვინ მოგცემს მაგის საშუალებას შერამდენი თკევილი წამიგონი რამდენიც შენ ჩემი ცრემლი გინახავს შენი ცრემლი სულ არ გამიგონი ყველა შენი სიკვდილისთვის ვინახავს შენი ცრემლი სულ არ გამიგონია ყველა შენი სიკვდილისთვის ვინახავს მე რა სმერჩი მითხარ შენი რა მარტო რა გმარტებს და რა შენ სხვა ჩაგაკონვია ვეღარ მივხვდი როდის ამბობს სიმართლეს სულ როცა ყვილი გონია ვეღარ მივხვდი როდის ამბობს სიმართლეს მუდამ როცა შენის ყვილი გონია ძირითადად წერდა ღამე ამ თავის სიმღერებს ფხიზელი. ხალხს როგონი არის ნასვამი წერდა, ეგრე არ არის. იყო ფხიზელი ყოველთვის და ღამე მუშაობდა ხოლმე. რაღაც დაწერდა სხვათა შორის მაჩვენებდა ყოველთვის, რომ აი თუ მოგწონს. მაინც მენდობოდა ხარ მეც რომ მუსიკოსი ვარ, რაღაცა იზიარებდა ჩემ ასცაც. ოთარ ამიშვილი არც კომპოზიტორთა კავშირის წევრია. და სხვათა შორის ბევრ კომპოზიტორს ვერ დამისახელებთ პროფესიონალ კომპოზიტორს ამდენი ესეთი ლამაზი მელოდიები და ხალხში ესეთი პოპულარობით სარგებლობა. ნუ საკომპოზიციო არ ქონდა დამთავრებული ალბათ და ამის გამო არ გახდა კომპოზიტორი. არც ვარსკვლავი გაუხსნია. ერთი რატომაც მითხრა რომ ნატო ეგენი მე ვარსკვლავს არ გამიხსნა ძალიან გამეგვირდა რატომ მეთქი ხო
აი მახსოვრი რასაც გეუბნები, ეგენ მე ვარსკვლავს არ გამიხსენო. ძალიან გული მწყდება, რომ ისე წავიდა და გულ დაწყვეტილი წავიდა, რომ ოთარის ვარსკვლავი უნდა ყოფილიყო. მე ვთვლი თუ ვინმეს ეკუთვნოდა, ოთარისაც ეკუთვნოდა. ყველა თავის საფიქრალი ტკეპნის გზას და ტკეპნის შარას და მათ შორის ბედგამწყრალი საიდუმლოს გულში მალას ზოგი ხიმით ზოგი სევდით მიმოყვება ნაცნობ ქუჩებს ეს ქუჩა ყველაფერი ზოგს კაცხდის და ზოგს აფუჭებს ტელევიზიითაც უყურებ, რომ მის სიმღერებს პატარა ბავშვებიც მღერიან ძალიან კარგად, უკვე ის ბავშვიც რო გრძნობს ამ ლექს, პატარა თითისყელა ბავშვმა ისეთი გრძნობით შეასრულა, რომ აღფრთოვანებული დავრჩი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ოთარის შემოქმედება კიდევ უფრო გაიშლება და უფრო რომ იტყვიან დაფასებული იქნება რა. კიდე მინახავს რომ აი ბევრ ახალგაზრდას, აი ძალიან ბევრ ახალგაზრდას ეფერებოდა ხოლმე, აი დამწყები მუსიკოსები იყვნენ, დამწყები კომპოზიტორები, თუ მოეწონებოდა აუცილებლად არ დაფარავდა და პირდაპირ ეტყოდა რა. ნუ იყო ვიც არ მოწონდა. მამა მისი საყვარელი ტერმინი იყო და აი ამ ფრაზით ეფერებოდა ირგვლივ საზოგადოებას. მამკაც არავისი არ შურდა და არც უნდა ყოფილიყო აი ვისი რატო უნდა ქონოდა შური. თუმცა ბევრს აქვს ეს შურის მომენტი, მაშინ მით უმეტეს და ყოველთვის იყო ეს შურის მომენტი, რამ კაც არ ქონდა ეს. შური ხო მაგისთვის საერთოდ ეგეთი უცხო ცნება იყო, არ არსებობდა ეგეთი რამე ხა. ეგ ბუნებრივიც არის ეგეთი ადამიანისთვის, ეგეთი კასტმოყვარე ადამიანისთვის შური არ არსებობდა. ხო არის კოლეგიალური შური, რომ ვიღაც ყოველთვის ყველაზე იზოთა რომ ჩემზე მაგარია. სხვისი სიხარულის გამზიარებელი იყო. მე არ მახსოვს აი იოტისოდენა მისგან წენა თუ ვინმე საერთოდ იმასაც გეტყვით რომ არ შეშურებია ამ კაცს არავის არ ქონდა არაფერი მე არაფერი არ მაქვს ჩემი კაცობის და სიყვარულის მეტია ამბობდა ხოლმე ბატონი ოთარი და აი ამ უბრალოებაში იყო ის ძალიან დიდი ის საოცრად უხდებოდა ქალაქს თბილისს სრულიად საქართველოს უხდებოდა და თითოეულ კუთხე კუნჭულ სადაც ბატონი ოთარი გამოჩნდებოდა იყო ძალიან დიდი სითბო და ძალიან დიდი სიყვარული ეს სიმღერა ყველა მიცის დავლება ბარას ვიზავ იქ უმღერე ოღონდ აი ეს პატარა მონაკვეთი შენ კი ძმაო ძველებური მადლიანი თბილისური შეუბერე აი მანდ გადავაკეთე და უთხარი შენ კი ოთარ ძველებური მადლიანი თბილისური შაუბერე და მე ხარასაც ვიტყვი თუ გაგიგიათ მსგავსი რამ ადგა ამ ხელა კაცი მუხლებზე დაიჩოქა მეც დავიჩოქე მუხლზე მაკუცა რა და მე მინდა რომ შეთა ვიმეგობრო მიუხედავად იმისა რომ ასაკში განსხვავება ქონდა და იმ დღის მერე ძალიან ბევრ კონცერტებს სვერტად ვიყავით და ძალიან ბევრი კარგი მახსენდება მასზე. ხალხს მოწონს და მთავარი ხალხს მოწონს, ხალხი არის ყველაზე დიდი მსაჯული. შვილს გამარჯვოს, შენოჯას გამარჯვოს და კარგიკელები გამარჯვოს. ძალიან ხელგაშლილი იყო, ძალიან გულგაშლილი იყო, ძალიან გულუხვი იყო. მე ისეთი მომენტებიც მახსოვს, რომ რაღაც აი კონცერტიდან მიღებული შემოსავალი აი მთლიანად ღარიბ ღატაკებისთვის დაურიგებია. ქუჩაში აჩერებინებდა მანქანას და ვინიც ამას იგნებ ჩვენზე მაგრად უჭირს მე ხვალაც ვიშოვე და დაურიგებდა ხოლმე და სახში მიდიოდა 2-3 თეთრი თუ შეიძლება სიმბოლურად რო ვთქვა. ერთხელ არ დამავიწყდება კავსაძეზე ვიღაც ქალი იყო რუსი ალბათ ლოთი რაღაცა
იწვა თავის იმაში ჭუჭყიან გარემოში საოცრად ისეთი სუნი იდგა რომ გვერდიდან ბოდიში ამ სიტყვის გვერდიდან ხალხი და უკიდა ხელი იმ ქალს აიყვანა ხელში და ამოიყვანა სახლში მთელი სადარბაზო დაიცალა აბანავა აჭამა ჩააცვა და ფული მიცა ეხლა არ ვიცი მე ამის გამკეთებელი ძალიან ცოტა ადამიანი ალბათ ესეთ რაღაც შეეძლო მაგის ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი უჭირავს მის მეუღლეს ჩემ ძალს რომელიც არის არაჩვეულებრივი ადამიანი კარგი შვილების დედა შესანიშნავი მეოჯახე ერთგული მეუღლე რომელმაც ყველაფერი გადადო ოღონდ ოთარისთვის ყოფილიყო მისი დამსახურება რომ ოთარმა ასეთი პოპულარობა შეიძინა იმიტომ რომ მაგან მოაქცია ვერ ვიტყვი მაწუხებში მაგან კალაპოტში ჩასვა ოთარი ასე თუ ისე შორის მეუღლის დამსახურებაა რომ ბიჭები კარგად უკრავენ გიტარაზე არ მოასვენა ოთარი რომ დრო გამოენახა ბავშვებისთვის და ეუბნეოდა აი ახლა ოთარ ახლა გაგდრო აბა ბავშვებს აჩვენე როგორ უნდა დაუკრან აბა ახლა და საუკეთესოდ უკრავს ორივე ყმაწვილი სამივე ზურა და ეს მიშა და ლევანი ერთხელ მეკითხება რა დათო ოჯახი რა არის ოთარი მეკითხება რა იყო მეთქი ოთარი დაემახსოვრა შეძენილი დარდიაო სიცოცხლეზე რა ლექსები არ თქმულა ზოგმა წუც და ზოგმაც ჩიც შეადარა ბევრი მიწა მიიბარა ქართულმა ბევრ სამარეთს ყოფნა არ უნდა სტუმრები ვართ სიმღერებით ნაკარგი გულს ვიმშვიდებთ გათენებით ხამისა დამწუხრდებით ახლობლების დაკარგვით თვით შვილები ამ წუთიერ ჟამისა Moves
ნეტარია ყველა ვისაც უფლის შიში აქვს. მის ნაბოძებ კანონს იცავს მის ნაჩვენებ გზას. ის მოიმკის კეთილ შრომით მონაპოვარ ნაყოფს, რწმენით ლოცვით დანადგომით სარჩოს მისთვის სამყოფს. ეყოლება სახლში ცოლი, ვაზის პევნის მსგავსი, ერთგული და თანასწორი თბილი დაძვირფასი და შვილებით დახუნძლული ვითხე ზეთის ხილის დალოცვილი სულით გულით ყოველ სისხამ დილით უფლის შიშით და უფლის გზით ვინც სიარულს არჩევს მაღალი გზით ღმერთი გადაარჩენს სიხარული გეწოდება ჩემი გულის განუყრელი მეგობარი ოთართან განსაკუთრებით დავახლოვდი მას შემდეგ, რაც მან თავისი პატარა ბიჭი მიშიკო შემოიყვანა ჩვენთან მართვეში. თვითონ მოდიოდა რეპეტიციებზე სულ. თვითონ ესწრებოდა რეპეტიციებს და გახარებული იყო, რომ მიშიკოს წარმატებები ჰქონდა სიმღერაში. მახსოვს, ვისაც პირველი მართვეს ფილმი უნახავს, ზალკა კაბაძის მიერ გადაღებული ფილმი, იქ კარგად არის სხვებთან ერთად გადაღებული ჩვენი მიშიკო რამიშვილით, რომელიც გარდა იმისა, რომ ღერის კარგად ცეკვავს კიდეც ამ ფილმში. მე მართლა რო ჩამოვაყალიბეთ მე და ჩემმა მეგობარ მანზურ ერქომაიშვილმა მაშინ მისი შვილები მიშიკო და ლევანი მასშტაბში მყავდა პირველ რიგში მაგას დაუძახეთ ოჯახებიდან ვრიბავდით ნიჭიერი ბავშვების შვილებს და აი აქედან მე ძალიან დავახლოვდით ოჯახურად და მქონდა ერთი დიდი ოჯახი გაერთიანებული როგორც ხალბასთან ვიყავით ხან ჩვენთან და რა ვიცი ოთარიზე რა უნდა ვთქვა გარდა იმისა რაც ხალხმა იცის ეს იყო სახალხო ადამიანი სახალხო ყველაფერი იმით დაიწყო რომ მართვეში ღეროდა მისი შვილები ლევანი და მიშა რომლებიც ჩვენი პატარა მეგობრები იყვნენ და აი ამ ურთიერთობიდან გამომდინარე ძალიან ხშირად მოდიდა ოთარი ჩვენთან მართვეში შემდგომ ისე მოხდა რომ მე და ჩვენ ძმამ გადაწყვიტეთ რომ გვევლო ოთარ რამიშვილთან და რომ მივედით იქ ჯერ სხვა მოწაფეებიც დაგვდა ნუ ამრავი ნაცნობები უამრავი უბნელები მარტო მე სადაც ვაკეში ვცხოვრობთ მარტო იმას ვიხსენებ და სხვადასხვა მარტოს ბეჭემაც ერთად მომიდოდეთ სიარული მაგრამ ერთად ვერ მოხდებოდა ახლა 20 ბავშვი ერთად ხوار მივიდოდით და ნუ ცალ-ცალკე გადავწყვიტეთ სიარული და აი განსაკუთრებული დამოკიდებულება იყო შემდეგ როდესაც ჩვენ დავიწყეთ მასთან გაკვეთილებებზე და ყველაზე მთავარი ის იყო რომ აი რომ მიდიოდი მასთან სახლში გიტარის სასწავლებლად ესეთი სტილი ქონდა мама მომისმინე мама მომისმინე мама ეხა მოდი თქვენ მიმღერეთ მე ხალხური შენ ხარ ვენახი მე თქვენ დაკვრას გასწავლით
როგორც мама ესე იყო, მშობელი იყო, მრჩეველი იყო. და აი ესეც რაში გამოიხატებოდა, მაგალითად უბანში რო ვიყავით ბიჭები, რო ვიჯექით სადღაც ეგრეთ წოდებულ ჟარგონულად ვთქვათ, ბიჟაზე მოვიდოდა ხოლმე. სულ აინტერესებდა, რაიმე ჩხუბი ხო არა, რაიმე ხო არა, იმიტომ რომ მიშიკო ჩვენთან იყო, ლევანი ჩვენთან იყო და აი ეს პერიოდი, როდესაც ყოყლოდ ჩინობდა და ბიჭები რო უნდა გავხდეთ და ნერვიულობდა ერთგვარად. მაგრამ აი არ მოვიდოდა არანაირად სიახლოვეს და აი ესე გვერდზე დადგებოდა და აი მზად იყო, რომ მზადყოფნაში იყო რაღაცა მომენტში ჩართულიყო და ან დახმარება, ან გაეშველებინა და რაღაცა. ოთარ რამიშვილს დანა ჩხუბში არასდროს უხმარია, მაგრამ დაყვრა ცივი იარაღითაც შეუძლია. ოთარ რამიშვილს გიტარაზე დაყრის სურვილი ძაღლზე და ცხიკვაძის შემდეგ გაუჩნდა. გახსასველები ვიყიდე თბილისის გამოშვებული. შავი ცვიკოვთად მოვირგე წამოվել გახარებული. ძიმა მომისრო ფეხები სად უნდა დამალულიყო მგირიმე შემჩაძირი კი ვერ ნახე და კარგული ვერ ნახე და კარგულიყო ედვარდ ჩემო უფროსო ძმაო გისურვებ ჯანმრთელობას გილოცავ დაბადების წელს პირველი გიტარაზე დაკვრა თქვენ შემოიტანეთ საქართველოში და სულ თქვენ გაზარდეთ. გონი ძაგეზე და სიკვაძე თქვენ მოწაფრები. გისურვებ ხანგრძლივ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და კარგად ყოფას. ერთახალ სიმღერას გიმღერებ. მე ყოველ დღე გეტარაჯობდი ეზოსთან სულ შენ ხილვას და შეხვედრას ვლამბობდი ბავშვობიდან ცხოვრობდი შეზომეზობლად დღე და ღამე სიყვარულზე ვგალობდი და შემდგომ ედვარდ და ურთიერთობა ჩვენი ცალკე დაიწყო. და მე ედვარდ ცეპაშვილთან კვარტეტი მქონდა. ლამაზი ქალინე დავისია თისკეთვალება თვალებან გარა მისენოთები გვარდებს ისურია ერმოლელი დგება თაგარა მისენოთები გვარდებს ისურია თვითონ ედვარდი ძალიან აქებდა ოთარ რამიშვილს. წარმოგიდგენი, ახლა მე მაშინ კიდე არ ვერყეოდი, ასეთ ხასარუსამდე, რომ ოთარ რამიშვილი 6 სემინარზე უკრავდა, ედვარდ ცეპაშვილი 7 სემინარზე უკრავდა, ანუ სხვა სტილი არის, ხო? მაგრამ ორივე აღიარებდა, რომ იყვნენ ვირტუოზები. ერთი კიდე რაც მინდა მოვიგონო ის არის, რომ როდესაც ოთარ რამიშვილი გარდაიცვალა, თუ მახსოვს მგონი თბილისობა იყო და დაემთხვა ოთარ რამიშვილის გარდაცვალება თბილისობა ერთმანეთს. კი. საყვარელი სიმღერა გააქვს. საყვარელი საფრანგეთზე. ირიჟერა ჟადაცაზე ამაგორდამზე შელოდინი დამკანცედა ეზო შიშკარჭურე შელოდინი დამკანცედა ეზო შიშკარჭურე აი ვიცი რომ ბავშვებს ასწავლე. კარგი. რამდენი ხანია? 1960-დან.
ვასწავლე და ძალიან იჭერი ბავშვები რიან ყველა უბრალოდ გარის ცეკვებს ჭამს და სხვა ეს ლამაზიცა სიყვარული დედინო ავი მაღლოთ ხმა აი თქვენ კონცერტებზე ვიცი რომ მაყურებელი ყოველ აბსოლუტურად განსხვავებული ყავთ ყოველ კონცერტზე. ანუ მაყურებელი რაღაც მოულოდნელობა იყო. იმპროვიზაცია. ეს თავიდან გქონდათ დაგეგმილი თუ აი სცენაზე რო გადიოდით უკვე მერე ვფიქრობდი რა დაუბრუნდა. მზად არასოდეს არ მქონია რა შემდეგ ეს მოგობრა სიმღერას და ტაშს. დარდი დაღარვარ ჩემი დოდა ვახარ მუნდი ზადახარ ვაიროლორ ვახარ დარდი დაღარვარ ჩემი დოდა ვახარ მუნდი ზადახარ ერთმა დამირეკა მობილურით ბატონოთ არ მიცანიო და მახო ყველა ერთმანეთს გავს მე ვუთხარი როგორ არ გიცანით მეთქი და აბა ვინა ვარო მე ჩემ თავს გაგახსენებ მე ვარო გახსოვს 1962 წელს ქუთაისში რო ხაჭი გაჭამეო ხაში მივხვდი მე მე ვუთხარი მოდი ჩემს ძოში და კიდე გადმომირეკე საცხოვრობ სევასტოპოლის 14 ნომერში მეთქი მოვედიო და ზამავერის სასაფლაო არისო მე ვუთხარი დემელოდე და ჩემი რიგი რომ მეც მოვიდე ეხლა იქ მამიგზალა დალევა ცოტა ავად ვიყავი გავცებდი გრიპი შემეყარა და მითხრა არ დალეო და თორე მოკვდები და 3 დღის წინ დამირეკეს თვითონ მომკვდარა სამანტრობაში რომ მივედი, სამანტრობაში ექიმმა მომიყვა რომ ვალიდოლი გინდო, მე ვუთხარი ამ ვალმა და დოლმა დედამიტერა. როგორ გაფრინდა თვალდა ხელშუა ჩემი ბავშვობის წლების გულები ნატურის ახტენა აღეგნა დოა ახალგაზრდობა გთხოვდა მიბრუნდი განვლენ ცხოვრებას წინ დაგიბრუნე მეორედ მოსულა ეს გაუგია თავებს მიგონებ წელებს რაც გაგვივლია სულ ერთმანეთს ცნობდით არც ერთი ოჯახის კარები არ იკეტებოდა ერთი გასახები აღებდა თელვაკეს თუ საჭირო არ იყო არავითარი ხურდობა იყო სიყვარული იყო პატიოსნება არა ქურდები როგორ არიან არა ქურდობა არ იყო უბანში ხო და აპრილის თვე მოვიდოდა ეს ლამაზ მანები ჩვენი ქართველი გოგონები 2 სართულიან 3 სართულიან სახლებიდან მაშინ როიალი და პიანო ახალი შემოსული იყო მოდაში და კაი სიმღერები და სულ ერთმანეთს ისე გვიყვარდა რომ ვახენებდით ერთმანეთს სიყვარულში ქუჩაში გამოდი იწერებოდა კაი სიმღერები იყო ხალხი თბილი ტკბილი რომ მიყიდოდი არც გეკითხებოდა ვინ ახარ აგვარ ხარ მირთვი ბატონო და აქამდე შეგორული აიოლაშებით, აი ესეთი ჯიბებით, კამრით საყვარელი მამები და ოჯახი და პატიოსნება იყო. აი ესეთ ცხოვრება იყო და იმ პერიოდში მე აქ რამდენიმე ეზო იყო. ყველა ეზო ერთმანეთს უერთდებოდა კარებით და მიყვარდა დაკვრა გიტარაზე. მე თვითონ ვისწავლე. ნუ ბევრს კითხე აკორდები რა როგორ არის. ბოლოს მივადე კი საჯარო ბიბლიოთეკას და იმანობ რომ კარგად გამიყრმავა ჩემი ხელოვნების აზრი. და არსი მაგრამ ერთ ეზოში რომ მომბეზდებოდა დაკვრა მეორე ეზოში ვიპარებოდი აღარბაში ბევრს უკრავ ძალიან იმიტომ რომ თავარი ნიჭი კი არ არის თავარია შენობა და თუ ცოტა ნიჭიც ხელს გიწყობს ეს ერთად შერწყმული არის რაღაცა ეხლა ოთარ ამიშვილი ვარ უბრალო კაცი ვარ
ძალიან უყვარვარ ხალხს. ზოგს არ უყვარვარ და რაზე არ უყვარვარ, რაზე არა ვარ, იმიტომ რომ სულ სიყვარული უყარყულია, გაიგე, ცოტა ზოგსაც არ უნდა უყვარდე. ვაგის პარკი რო არის ახლა წოდებული, იქ საღამობით უკრავდით, კიროვის პარკში უკრავდით. სიმღერებს. აი გინდი ბენზინოს მაინც სულში მიზიხარ ბიჭები, ყარაჩოყოლობდით. ღვინოზე კარგი რა არის. ხალხი ღვინოს ყიდის და ყიდულობს რაღაც საშინელებას. რა ქვია, სულ გაპროებული ხალხი თვალები რო ეხუჭებათ, არ ვიცი. აი ახალგაზრდობაც ყავს. აი შეიძლება სწავლით თავი გაიხეთქო, მაგრამ არა კაცი იყო და შეიძლება ცოტა ისწავლო და ბევრი გაიგო. ეს ყველაფერი პრაქტიკიდან არის. მე პატარობიდან სულ დიდი მეგობრები მყავდა ასაკით უფროსი, აი ნუ მე ხლას მომიყვარდა და ნიაზასთან დავდიოდი ესამზე, მე გალაქტიონ დავიძე გამაცნო. მე გავიცანი ავტოვარაზე, გორაზე მე არაფერი ერთხელ. წნეთში ავედით გალაქტიონ დავიძესთან და შევდა ხალათით და ერთი ლექსია რო თქვა, რა დავლიოთ სამიკო, მე ვთხარი არაყი ამოვიდა ანტიპეთ. მე შევდოდი ვერის ბაზარში, ისეთი ლამაზი ბაზარი იყო. ჯერ იყო ღვინოებიდგა არა, ზღაბარი, სადღმან შაგარი, შეპირ შაგარი, სადღმან შაგარი. ნატურალური. ხო და? პრობი როგორ არის ქართულად ამავისდა. სინჯი გაშინჯეთ როგორიაო და იმ გასინჯვაში 4 კაცს მოვავდი სახში. წერეს რო დავარტყამდი. წნილი, შემზარი. ერთხელ მაგარი ტრალები ვარ და გლეხა შევედებით, აი ლატარის ბილეთები გამოვიდა, ახალი მე ვთხარი, ახალი ფულები 6 დავრი ვიყიდეთ. დავწერეთ. კაი იყო. რუსთაველზე დავდიოდეთ, გვეცვა ერთი მუჭა ქართველობა იყო ჩასაცმელი რამე. კაი ხალხი იყო. გამარჯოს ყველას, ვისაც ერისთვის და ხალხისთვის და საქართველოსთვის გული უძგერს კაცურად. საქართველოს ისეთი ხალხი დაგარგა. დიდები და დიდები. გული რაზე წყდება იმ ცხოვრებიდან? რო არაფერი მსგავს არა გამცხოვრებასთან. ამ სიმღერას ქვია ბავშვობაც ჩაგიქროლებს მერანივით მიგატოვებს უმალ დაგერიხება სიჭაბუკეს მოიგონებ ფერად მინით წლები რიგში წლებს გრივებად მეხვება შენ მკერდიდან ამართული ორთავხელი გაფრენილ წლებს როცა ჩამოიბერტყავ მაშინ იგრძნობ არ იქნები ოტარლხენით ხშირად გნახავთ შენ ჩამოვიშდარ სიმხესთან დატოვლილი მდები გაღინული გეზები დაგავლილი წლები როგორ მენადრება აღლაცა მენანება სიყვარულის ფრთები დატოვლილი მდები გაღინული გზები დაგავლილი წლები როგორ მენანება აღლაცა მენადრება სიყვარულის ფრთები ჩაივლიან შენს აპლავთან მოყურის გარდა არ ვიშებრალები თუ წარწერა შეამჩნია უცხო ქვასთან იგრებ წუთით შემოგაპყროს თვალები
ეს ბავშვობაც ჩაგიქროლებს მერანივი მიგატოებს უმალე გაგერიგება სიღმაწვილეს მოიგონე ფერად მინით წლები რიგში წლებს მწკრივებად მიყვება დატოვლილი მთები გაღინული გზები დაგალილი წლები როგორ მენანება აღლაც მენატრება სიღმაწვილის ფრთები სიღმაწვილის ფრთები დაუწყარი კაცი იყო უნიჭიერესი და იშვიათი პიროვნული თვისებების მქონე. ადრე წავიდა სამწუხაროდ, მაგრამ დატოვა სოვნანათელი ქართველ ხალხში და ყველას, ვისაც ოთარ რამიშვილისთვის თუნდაც ერთხელ მოусმინია მისი ხმა და თვითონ მისი პიროვნება არასოდეს დაავიწყდა. ღმერთმა აცხოვროს. ძალიან საწყენია რომ ესეთი ადამიანი არ არის ამ ქვეყანას, იმიტომ რომ ნამდვილად ბევრ რამეს სიმღერებს დაწერდა ამ ჩვენს პერიოდში, როდესაც ძალიან ცოტა სიმღერები იწერება. არ დაავიწყდეს და მომავალმა თაობებმა იცოდეს რა აქვს შექმნილი ამ მართლაც და უნიკალური და ფანტასტიკური მონაცემების მქონე მუსიკოს და პოეტს. მან დატოვა ყველაზე ძვირფასი თავისი ხელწერა, თავისი ჰანგი დაუტოვა თავის ქვეყანას. ყოველთვის კეთილად მოვიგონიებთ. არა მარტო მე და ჩემი ოჯახი, ყველა ვინც მას იცნობდა და მთელი საქართველო. არათეს მის. ეს არის ისიც შინაგანი სიმართლე, რაც მას გამოარჩევდა ყოველთვის. და მეორე ეს არის საოცარი პირდაპირობა, ეს უშუალობა. ვერ შეატყობდი რომ ის იყო ოთარ რამიშვილი, ის იყო ბუმბერაზე ამ თავის საქმეში და არც შეგამჩნევდა იმას, რომ იმდენად ესეთი პიროვნება იყო. თავიდან ბოლომდე იყო გულწრფელი. ყველა მის აკორდში იყო გულწრფელი, ყველა ფრაზაში, ყველა ტექსტში იქნებოდა ეს ცოტა უცმაწური ტექსტი თუ გულიდან ამოღებული, აი თავიდან ბოლომდე ფილოსოფიური ტექსტი. იყო გულწრფელი და ალბათ ამიტომაც შეიყვარა ქართველმა მსმენელმა. რამდენიმე ჯურის და რამდენიმე პროფესიის ადამიანი არ შემხვედრია, რაც ჩემი აღარ არის და მაინც ყველას უყვარდა. საერთოდ იყო ესეთი, ყველასთვის. ძალიან თბილი, ტკბილი, გემრიელი სიყვარულიც აქვს. ძალიან მაგარი კაცი. რამდენადაც იყო ესეთი ხმაურიანი, იმდენად იყო სერბია. ცოტა არანორმალურობაც ჰქონდა, რა თქმა უნდა, ესეთი ნიჭია, ეგ არანორმალურობაც ალბათ ბევრ გენიოსს რომ თან ახლავს რა. კარგს ბევრზე იტყვია, კაი კაცია, მაგრამ ჯიგარიო ყველაზე ბევრი. ოთარი იყო აი მართლა ჯიგარი და ნაღდი ქართველი თბილისელი გურული კაცი. და სხვათა შორის მურმან ლებანიძემ ერთხელ დაწერა და ძალიან მომეწონა, რომ ოთარ რამიშვილიო ხალხმა შექმნაო და მე მთელი ცხოვრება ხალხს უბრუნებდა აი ამ სიყვარულსო. კაცი რომელიც დააკდა ქალაქს და მართლაც ოთარ რამიშვილი ახლა და ეხა უფრო გზნოთ მისი მეგობრები. ჩემი აზრით რამდენჯერ მეაქვს ბატონ ოთარს მოხდილი ვალი თავის სამშობლოს წინაშე, თავისი შემოქმედებით და თავისი ცხოვრებით. და ამ ადამიანის ხსოვნის სადგერძელო შესვა და ათეში ამყოფოს მეტმა რა. ნუ რა ვიცი, დაუსრულებლად შეიძლება ვისაუბროთ ბატონ ოთარზე. ესეთი კაცი იყო ჩვენი ყვაჭიჭო. ალბათ მოურიდებლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან განსაკუთრებული კვალი დატოვა ქართულ მუსიკალურ სამყაროში და მე არ შემეშინდება იმის თქმა, რომ დიდ ქართულ მუსიკალურ საგანძურს თავისი შემოქმედებით შემატა ის მარგალიტები, რომელიც არასოდეს არ ჩაქრება საქართველოში.
ბულბულის ტვენა შაშვის გალობა გედის სიმღერა დადედის ნანა ასეთ გბილი ასეთ ბილია ჩემი ხალხი და ჩემი ქვეყანა ასეთ გბილია ასეთ ბილია ჩემი ხალხი და ჩემი ქვეყანა მესმის გალობა ედემის ბაღში მესმის რომ გალობს ნაზი ბულბული სიო შურშულში ფოთოლ ჩრიალში უსმენდა ვთქმები გატაცებული სიო შურშულში ფოთოლ ჩრიალში უსმენდა ვთქმები გატაცებული როგორ ვინატრე მეც რომ გქონოდა წარდაცი ხმანა ლამაზი ბგერა რა იქნებოდა მე შემძლებოდა იმ ბულბულივით ნაზი სიმღერა რა იქნებოდა მე შემძლებოდა ბულბულივით ნაზი სიმღერა ბულბულის ტვენა შაშვის გალობა გედის სიმღერა დადედის ნანა ასეთ გბილია ჩემი ხალხი და ჩემი ქვეყანა ასეთ გბილია ჩემი ხალხი და ჩემი ქვეყანა